მოგესალმებით, ეს BMG-ის ამინდის პროგნოზია, რომელსაც გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით მე, ანა ელიკაშვილი წარმოგიდგენთ. 2 ივლის სრულიად საქართველოში დრო გამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. დასავლეთ საქართველოში +26, მთიან რაიონებში +25 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში +29 გრადუსია, მოსალოდნელი მთიან რაიონებში კი +25. რუსთავში +29, მარნეულსა და თელავში +25, სიღნაღში +28 გრადუსია, მოსალოდნელი, ომოლოში +24, ლაგოდეხში +19, ცხინვალში +22, გორში +24 გრადუსი ფიქსირდება, სტეფანწმინდაში +17, ბაკურიანში +12, გუდაურში +13, ბორჯომში +19, ახალციხეში +20 გრადუსს უნდა ველოდოთ. გადავინაცვლოთ დასავლეთ საქართველოს ქალაქებში. ქუთაისში +24, ბათუმსა და ფოთში +23, სოხუმში ასევე +24, ზუგდიდში, ქობულეთსა და ანაკლიაში +23 გრადუსი. ოზურგეთში კი +20 გრადუსი ფიქსირდება. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება. ასეთი გახლდათ ამინდის პროგნოზი საქართველოში 2 ივლისისთვის. დარჩით BMG-ზე და თვალყური ადევნეთ ყველაზე საქმიან ამინდის პროგნოზს, რომელსაც მთის წყალთან ერთად წარმოგიდგენთ.